გოგოებო, ჩემს დაბადების დღემდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ეს წვეულება მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება. დიდი ხანია მაგარი გართობა მინდა. გახსოვთ ბოლო დაბადების დღე? სტეფი პირდაპირ ტორტზე დაეცა. ამით დავიწყება შეუძლებელია. მე მეგონა უკვე დაგავიწყდათ. მე ვიცი, ვინ არ უნდა დაპატიჟო შენს დაბადების დღეზე. ვინ? ინი და ენდი. ისინი უაზრო გოგოები არიან. ვინ არის? არავინ არ უნდა მოსულიყო. ეს უნდა იყოს ჩვენი პიცა. სიურპრიზი! ენდი! ინ? ვიცოდი რომ მოვიდოდნენ. და ჩვენ ხელცარიელები არ ვართ. ჩაი გააკეთე, სტეფ. ბუშტო, აწიე ფეხები. პონკა, გუფი, ჩანდაბა, საყურე დავკარგე. ახლა ჩემი მშობლები დამსჯია, რას ხრიალებ ხუჭუჭათავა. ეს საკმაოდ ძვირი ღირს. ვიპოვე. ახლა აღარ დამსჯიან ისინი. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებდა ეს. აქ ერთი მიზეზით მოგიყვანეთ ყველანი. კიდევ აპირებთ ჩვენს გაკიცხვას? იცოდეთ რომ ყველაფერი ფაზლის ბრალია. რა? ვუზერებო, მოდით საქმეს შევუდგეთ. მალე ამინას დაბადების დღე მოვა. და ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის წვეულება გავაკეთოთ. არა მხოლოდ წვეულება, არამედ ყველაზე მაგარი წვეულება, რაც კი ოდესმე ყოფილა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. დიდი ხანია მაგარი წვეულება არ გქონია. ბოლო წვეთამდე ვიცეკვე. ჩემს ლორას დავაპატიჟებ და ვაკოცებ მას. რა თქვი? არაფერი. ვაუ, ამინა, მაგარი ოთახი გააქვს. ჰო, მეც მომწონს. რამდენი კოსმეტიკა? ეს ჩემი საყვარელი ტუჩის გლოსია. არ შეეხოთ კოსმეტიკას, თქვენი არ არის და არც შენი. ვაუ, რა რბილი წაწოლია. მე მიყვარს საწოლზე ხტომა. მე მომწონს ეს. ნამდვილად მომწონს. ენდი, ერთად გადავხტეთ. ისინი აპირებენ შენი საწოლის გატეხვას. ის სპილოსავით ხტუნაობს. შენ ახლა ჩემს საწოლს დაამტვრევ. შეგიძლია უფრო ფრთხილად იყო ამინა. სტუმრებს ასე არ ექცევიან. გოგოებო, ჩვენ ვიცით რომ აქ მიზეზით მოხვედით. რა გჭირდებათ? კარგი,ახლავე გეტყვით. ამინა, ვიცით რომ შენი დაბადების დღე მალე მოვა და ძალიან გვინდა რომ დაგუპატიჟო. და ეს ჩვენ არ გვინდა. თქვენ ყოველთვის ცუდად იქცევით. ჩვენ არასდროს ვიქცევით ცუდად. მოკრძალებულები და ლამაზები ვართ. რა მოკრძალებულები არიან? თქვენ ასე ფიქრობთ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ საუკეთესო გოგოები ვართ. და ყოველთვის დიდ ყურადღებას ვიპყრობ. ვართ თუ არა წვეულებაზე დაპატიჟებულები? გოგოებთან უნდა განვიხილო ეს. მე არ მინდა ისინი წვეულებაზე. ისინი მაწუხებენ. უმჯობესია არ მოვიწვიო ისინი. გოგოებო, ისე რას გვიშლიან ესენი? მოვიდნენ. დაგავიწყდა კამპუსის დევიზი? ჩვენ გვახსოვს. კამპუსი ერთი დიდი ოჯახია. ესეც ასე. ჩვენ ჩოგბურთელებს არ მოვიწვევთ. ისინი მაღიზიანებენ. არა, ჩოგბურთელები არ გვინდა, გთხოვთ. კარგი, მე მათ არ დავპატიჟებ. აბა, საბოლოოდ რა გადავწყვიტეთ? კარგი, გეპატიჟები ჩემს დაბადების დღეზე. წვეულება! ჩემი ერთადერთი პირობა. თავი არ მომაბეზროთ. სტეფ, ყველაზე მეტად შენი ჩემ თავს.
შენ საუკეთესო ხარ, ამინა. კარგი, წავედით. ჩვენ უნდა ავირთიოთ კოსტიუმები. ტორტი სულ დამავიწყდა. ჰეი, ეს ჩვენი ტორტია. ვინ გითხრა ეს? კარგი, თითოეულ თქვენგანს ექნება დავალება. ჩაგბურთელებო, თქვენ გამოაცხობთ ყველაზე გემრიელ ტორტს. ჩვენ არ ვიცით როგორ გამოვაცხოთ. ეს არასდროს გამიკეთებიათ. ფქვილით თავის შეწუხებას არ ვაპირებ. მე საუკეთესო გოგო ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში წვევლებაზე ვერ მოხვდებით. კარგი, ჩვენ გავაკეთებთ ტორტს. დილანი, ბუშტი, პონკა და გუფი, თქვენ გაბერავთ ბუშტებს. ბევრი ბუშტი გჭირდება. არ მოხვიდეთ წვეულებაზე ბუშტების გარეშე. მე მიყვარს ბუშტები. ჰაჰაჰა. ბუშტი ბერავს ბუშტებს, რა სასაცილოა? სასაცილო საერთოდ არაფერია. ბენსი, დენსი და დაკი. დარწმუნდით რომ ყველა მოიტანოს თავისი საჩუქარი. თუ ვინმე საჩუქრის გარეშე მოვა, მე მას ჩემი ჯოხით გავაბრტყელებ. სულელი ხარ და აქ? არა, მე ბეისბოლის მოთამაშე დაკი ვარ. არ არის საჭირო ბიტა, ეს წვეულებაა და არა ბეისბოლის ჩემპიონატი. თქვენ არასოდეს იცით, რა არეულობა შეიძლება მოხდეს. წვეულების მოწყობაზე კი შენ ხარ პასუხისმგებელი. და მე შევინარჩუნებ წესრიგს და ვინც რამეს გააფუჭებს, კარადაში ჩავკეტავ და შუქ ჩავუქრობ. ყველა გაერთობა და ის მარტო დარჩება. ჩაკი მართალია, ეს ძალიან კარგი პირობაა. მე უკვე ვიცი ვინ იტირებს დღეს კარადაში. მე ვიცი ვინ დარჩება სიბნელეში, ბუშტი და გუფი. კარგი მეგობრებო, მოდი შევუდგეთ საქმეს. პატარა ბავშვები გვეპატიჟებიან წვეულებაზე. ბუ! ფაზლ ჯანდაბა, შემეშინდა. რატომ აშინებაზე? გამარჯობა ენჯი, მიდი ხარ ამინას დაბადების დღეზე? და რატომ გაინტერესებს ეს? მაინც არ დაგპატირებენ. უკვე დაპატიჟებული ვარ. ჯერ მე დამპატიჟეს. ნუ იტყუები, მატყუ არა გაიძვერა ხარ. ჰეი, მე არ ვიტყუები. მაშინ გვაჩვენე შენი მოსაწვევი. მე არ მაქვს მოსაწვევი. მან დამირეკა და ტელეფონით დამპატიჟა. არ გჯერათ? გეუბნები რომ ის ნამდვილი მატყუ არაა ენჯი. ძალიან მატყუ არა ხარ ფაზლ. კარგი, დავდოთ სანაძლეო. თუ მე მოვალ დაბადების დღეზე, შენ ჩემთან ერთად იცეკვებ. კარგი, ვიცეკვებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ მოხვალ. ეს იმიტომ, რომ არ ხარ დაპატიჟებული წვეულებაზე. იმიტომ, რომ ლუზერი ხარ. ამბობენ წვეულება მაგარი იქნებაო. შენ კი განზე დადგები და იტირებ. ტირალა ბიჭო. კამილ. რას უყურებ? შეწყვიტე ყურება. ლუზერი. ჰეი ძმაო, კალათბურთს თამაშობ? ძალიან მაგარია. ფაზლ, რა გინდა? ისე, არაფერი. ვიცი რომ ამინას დაბადების დღე მალე მოვა. შეგიძლია სთხოვო რომ მეც დამპატიჟოს? რა იყო ფაზლ? გართობა გადაწყვიტე? ცოტათი. ადრე უნდა გეფიქრა ამაზე, როცა ყველას ეჩხუბებოდი კამპუსში, რა? მე რეალურად შეცვლილი ვარ ახლა უკეთესობისკენ და კარგი ბიჭი გავხდი. და მე რას მივიღებ? კალათბურთის ჩემპიონატის ბილეთი მაქვს. ბოლო გადარჩა. ამას სხვაგან ვერსად ნახავ. ღმერთო ჩემო, NBA ლიგის ჩემპიონატის ბილეთი. დიახ, NBA. ზუსტად. აიღე ძმაო. ჩათვალე რომ უკვე დაპატიჟებული ხარ. მადლობა ძმაო. რატომ დათანხმდი კამილ? მე მზად ვიყავი ამ ბილეთის საყიდლად ნებისმიერი თანხა გადამეხადა. მაგრამ არავინ ყიდდა. ასეთი იღბლიანი აღმოჩნდი. მოხდება თუ წვეულებაზე ჩხუბს დაიწყებს. შენ ხომ იცნობ მას, ის არ იჩხუბებს. მან თქვა რომ უკეთესობისკენ არის შეცვლილი. გავხურდეთ გოგოებო, 5 წუთში ვიწყებთ თამაშს. ჰა, დღეს არ ვთამაშობ. მე ძალიან ბედნიერი ვარ. დაბადების დღეზე დამპატიჟეს. საიდან მოიტანე?
ამინას პირადად არ დაუპატიჟებივართ. ლოლა მართალია. ტორტს გამოვაცხობთ და არც კი დაგვპატიჟებენ. ვერ გაიგონეთ გოგონებო? მისტერ მაქსმა გვითხრა ტორტი გამოაცხეთო. რა თქმა უნდა, ჩვენ დაპატიჟებულები ვართ. მე არ გამოვაცხობ ტორტს. წადი და გამოაცხეთ, ვინ თქვა რომ ჩვენი ლამაზი ხელები ფქვილით უნდა დავისვაროთ? არ მითხრა რომ გირჩევნია ლუზერებმა გამოაცხონ ტორტი. ისინი გაუარესებენ საქმეს და ჩვენ ამის გამო დავისჯებით. მაშინ რა არის შენი იდეა? ჩვენ დავურეკავთ საკონდიტრო მაღაზიას და შევუკვეთავთ უგემრიელეს ტორტს. ვაუ! საკონდიტრო მაღაზია? ჩვენ გვჭირდება უგემრიელესი ტორტი. მადლობთ. უკვე აღარ შემიძლია. გაგიზდი ბუშტო? შენ ჯერ მხოლოდ რამდენიმე ბუშტი გაბერე. გააგრძელე. შეწყვიტე ყურება და გააგრძელე გაბერვა. შენ თვითონ გაბერე. კარგი, მაშინ არ წახვალ დაბადების დღეზე. მოდი მოვნიშნოთ ბუშტის ყველა ბუშტი, რათა ყველა მიცოდეს, რომ ის არ მონაწილეობდა ამინას დაბადების დღის წვეულების მომზადებაში. არაფრის მონიშნა არ არის საჭირო. სად ვარ ბუშტების გასაბერად? შენ რატომ არ ბერავ ბუშტებს, დილან? იმიტომ რომ არ შემიძლია, არ შეიძლება ფილტვების დაძაბვა. დედამ ასე მითხრა, ბავშვობაში ხველა მქონდა. ამას ქვია პნევმონია, დილან. ძალიან საშიში რამაა. მშობლებმა მითხრეს ბავშვობაში. ბუშტების ბერვით ხარ დაკავებული ლუზერებო? თქვენ მხოლოდ რამდენიმე ბუშტი გაქვთ ჯერ. მიდი და თავად სწადე. როგორ ფიქრობ ეს ადვილია? დაჯექი. გაუხედქე. რა გააკეთე? ასე გაბერილი ბუშტები მალე სკდება. ძალიან უდაბერავთ მას, მეგობრებო. ჩემი რჩევა, სულელი ხარ. იცი რა ძნელია მათი გაბერვა? ფილტვები ძალიან მტკივა. ჩვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით და შევამოწმებთ. თუ ზედმეტად გაბერავთ ბუშტებს, და კი ყველა მათგანს თავისი ჯოხით გახეთქავს. გასაგებია? ჩვენ არ გვეშინია შენი